მოგესალმებით ქეთი. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით დავიწყოთ ბოლო, ესე ვთქვათ, მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენებით და მინდა ვისაუბრო ხელისუფლების მხრიდან წახალისებულ ძალადობაზე, რომელიც მხოლოდ ესე ვთქვათ პასუხისგება გამოიხატება მხოლოდ გირაოში, ამ შემთხვევაში გულისხმობ იუმორისტ ტონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაშინ, როდესაც გიორგი ახობაძე და ვახო სანაია სოციალურ ქსელში დაწერილი უცენზურო სტატუსის გამო გაუშვეს 25 დღიან პატიმრობაში. რას გეუბნებათ თქვენ ეს მიდგომა ხელისუფლების მხრიდან? ეს არის რაღაცა ძალის დემონსტრირება თუ პირიქით სისუსტის გამოვლინება თქვენთვის? ანა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, ხედავს, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი. ანუ ქართული ოცნება თვითონ რაც მოწონს, რაც უნდა, რაც აწყობს იმ მიმართულებით ძალიან ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავს, პირდაპირ კრიმინალზე თვალს ხუჭავს, მაგრამ თუ დაუშვათ სადღაც ოპოზიციონერი თუნდა ჟურნალისტი ხა ვახო სანაიას შემთხვევაში დაწერს რაღაც სტატუსს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერს. დაწერს Facebook სტატუსს. ამის გამო ვახო ახლა არის 14 დღით საპატიმროში. შესაბამისად, ეს უსამართლობის განცდა არ უნდა არსებობდეს მხოლოდ იმ ადამიანებში, ვინც ქართულ ოცნებას არ უჭერს მხარს. ამაზე უნდა ფიქრობდნენ ის ადამიანებიც, ვინც დღეს რაღაცა მიზეზით, ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაცა მიზეზის გამო დღესაც რჩება ქართული ოცნების ამომრჩევლად. იმიტომ რომ ადრე თუ გვიანა ეს უსამართლობა რომ ხდება, მე უცბად აღარ არჩევს ეს უსამართლობა შენ ვინ ხარ, ოცნებას აძლევ ხმას თუ არ აძლევ, ხო? აუცილებლად ეს ამ უსამართლობის მსხვერპლი თავადაც გახდებიან. ისევე როგორც მარტო უსამართლობამ არა, კრიმინალმაც არ იცის პოლიტიკური ნიშანი. შეიძლება დაემართოს ზუსტად იმ ადამიანს, ვინც დღეს ტარს უკრავს ოცნებას, ვინც დღეს ახალისებს მათ დამოკიდებულებას, აი თუნდაც როგორი პროპაგანდა ააგორეს, აი ამ ძალიან მძიმე ტრაგედიაზე, რაც მოხდა. პირველ რიგში მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს 17 წლის ნიკას გარდაცვალების გამო, დაღუპვის გამო. სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჩაცხრილა ფსიქოპატმა მანქანაში, ხო? და გამოვიდნენ ვიღაცეები და ეყოთ გამბედაობა, რომ ჯერ თიტყუილები ელაპარაკათ, რომ თითქოს ის ადამიანი იყო ძლიერი საქართველოს ლელოს აქტივისტი, ხო? ეს სრული სიცრუეა. და ამის შემდეგ კიდევ ისრების გადატანა ეცადათ სხვა მიმართულებით. თუმცა მე ხა მათგან ეს არ მიყვარს, იმიტომ რომ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა აი ასეთი უბედურებები და ტრაგედიები რო ხდება. ჩვენ ადრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვიდან თვემდე ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობდით სამწუხაროდ, მაგრამ გაიზარდა კრიმინალი, ყოველ დღე რაღაც უბედურება ხდება. ხშირ შემთხვევაში პოლიციის ჩართულობით და თავად პოლიცია ჩადის დანაშაულს, ახლა გვახსოვს ყველას გორში რაც მოხდა, ხო? 10 პოლიციელი რო ურტყავდა შეიძლება უფრო მეტიც ერთ ადამიანს. ხო და აი ეს ყველაფერი ერთმანეთის ჯაჭვია. პასუხისმგებლობა ქართული ოცნების იკვეთება იმაში, რომ აი ეს მკვლელი იყო თავისუფლად, იყო გარეთ, მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამაზე დედაც საუბრობს, ყველაც საუბრობს. ის ასევე დამნაშავეა, მას ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან. ის იყო სამართალდამრღვევი მანამდეც, უბრალოდ კანონდამრღვევი, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და გამოსაძიებელია და გასარკვევია საერთოდ რატო იყო ეს ადამიანი თავისუფლებაზე, რატო ჰქონდა მას ეს იარაღები. ხა როგორც დედა ამბობს, რომ მიმართა და პოლიციამ წაიღო და მე უკან დააბრუნა, ეს მიმართვა არ იყო საკმარისი, მე აქ დედის და მშობლების პასუხისმგებლობასაც ვხედავ. განგაში უნდა აეტეხა. როგორ შეიძლება შვიდად დაიძინო მაგ შემთხვევაში, როდესაც შენმა შვილმა შეიძლება ვიღაცას რაღაც დაუშავს და დაუშაოს კი არა, ერთი ადამიანი შეიწირა და კიდე სამი დაჭრილია და შემთხვევითი გამვლელიც, ხო? ამიტომ ეს მთელი ეს მდგომარეობა გამოწვეულია ქართული ოცნების უპასუხისმგებლობით, ქართული ოცნების მიზანმიმართულად კრიმინალის წახალისებით, იმიტომ რომ ასევე ყველას გვახსოვს რა მოხდა პარლამენტში, როგორ ურტყამდნენ და მათ შორის ლაშა ტალახაძეც ჩემპიონი, ხო, როგორ გაიწია კოლეგაზე, პარლამენტის წევრზე, იქაც 20 კაცი დაესხა თავს ერთ ადამიანს და ნახეთ როგორ ამართლებდნენ მერე პარლამენტის შენობაში ტრიბუნასთან იდგნენ, ხა შარმანაშვილი მახსენდება და გვიყვებოდა, რომ ხო აბაო, ეხაო წითელი ხაზები გადაკვეთესო, დედა შეაგინესო, ჯერთი ესეც არ არის დადასტურებული ვინმე იქ შეაგინა თუ არა, მაგრამ რომც
შეეგინებინა, საერთოდ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და საკუთარ როლს ქართული ეთნობის დეპუტატები თუნდაც და დანარჩენი მაღალჩინოსნები. საერთოდ ვერ გრძნობენ, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში და დიახ, სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა პირდაპირ ცნობიერების ამაღლება საზოგადოების და თუნდაც ახალისება კი არა, პირიქით, მაგრამ ქართული ოცნება ამას ვერ შეძლებს ხალხო. უნდა გავუსწოროთ თვალის სიმართლეს, ვერ შეძლებს, იმიტომ რომ თავად არიან უკვე კრიმინალური დაჯგუფება, თავად არიან კრიმინალები და ყველაფერს აკეთებენ, რომ აი ეს ძალაუფლება შეინარჩუნონ იმისთვის, რომ პასუხისგება არ მოუწიოთ და ამიტომ აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებამ სიმართლეს გაუსწოროს თვალი და მიიღოს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილება, რომ აღარ შეიძლება იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი. უბრალოდ თუ ხარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, ხარ თანამონაწილე ყველა იმ უბედურებისა, რაც მოდის მათი მართვის პირობებში. კი ბატონო, ქალბატონო, როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის შეცვლა ესე ვთქვათ, ანუ რომ არ ვიყოთ იმ რეჟიმში, სულ საუბრობდეთ, როგორი ცუდია ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორი არის მათი პოლიტიკა და ასე შემდეგ და იგივე თუნდაც აი არ ვიცი, მისი ამომრჩეველი იქნება თუ ზოგადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმაც მოქალაქემაც, ანუ სად უნდა ეძებოს სივრცე, რომ რაღაცნაირად მისი პოზიცია გამოხატოს და არ ვიცი, გაფორმდეს, რომ არ მოსწონს ის ხელისუფალი, რომელიც ყავს უკვე ამდენი წელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აგერ ისევ წეღან ვახოსანაია ვახსენეთ და ვახო საპატიმროშია, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ხალხო, არის ვახო საპატიმროში, ასევე გიორგი ახობაძე გაუშვეს ახლა 25 დღით საპატიმროში. აი ესეთი მოცემულობის მიუხედავად ოპოზიციურ ლიდერებს ებრძვიან და დასაჭერად აქვთ საქმე, ვიცით ეს ყველამ, ხო, წარმოუდგენელი და გაუგებარი და ტყუილი ბრალი წაუყენეს და ეხლა ცდილობენ, რომ ამ გზით რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ გამოუვა საბოლოო ჯამში. აი ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე და მათ შორის ჩვენი ლიდერები, ჩვენი კოალიციის, ხო, ამ მოლოდინის ქვეშ არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელო რას აკეთებს გეტყვით, ანუ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ალბათ თავისი სტრატეგია, რომ როგორ უნდა ებრძოლოს ამ რთულ ვითარებას და ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ასე ვხედავთ, მოქალაქეებთან უშუალო კავშირზე ყოფნა. მათთან შეხვედრები რეგიონებში, ეხლა ჩამოვიდნენ სამცხე ჯავახეთში იყვნენ ჩვენი კოალიციის ლიდერები, მათ შორის ირაკლი კუპრაძე, ფიქრია ჩიხრაძე და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფერს, ეხლა შიდა ქართლი გველოდება, დასავლეთში იყვნენ მანამდე. ადამიანებთან უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი. მე თვითონაც თუ არა ვარ რეგიონში, მუდმივ რეჟიმში, ჩემ სოციალურ ქსელში პირადად ვპასუხობ მოქალაქეების მომართვიანობას, ვეცნობი მათ პრობლემებს. ზეპირად ვიცი, ყველა ჩემი ფოლოვერი თუ რამე მოუწერია, ზეპირად ვიცი მათ ვის რა აწუხებს. ხშირ შემთხვევაში ჩემი გუნდის სხვა წევრებთან ერთად მივდივარ ადგილზე, თუ მეუბნებიან, რომ ჩამოდი, ნახე, მივდივარ ადგილზე, ვასაჯაროვებ, ყოველ დღე ვდებ ახალ ვიდეოს, ვინც ეცნობა ჩემ გვერდს, ყოველ დღე ვდებ ახალ ვიდეოს, ახალ პრობლემაზე. და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის? მიუხედავად ამ გლობალური პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი და ხო, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა არ წავიდეს იქით, საითაც მიყავს ქართულ ოცნებას, მაგრამ პარალელურად ჩვენ უნდა შევძლოთ მოქალაქეებზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა შევძლოთ. ხშირ შემთხვევაში ჩვენ კოალიციას ეს გამოსდის. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ფაქტია, რომ რა უნდა დაინახოს იცი ამ მომრჩეველმა? უნდა დაინახოს, რომ გარდა იმისა, რომ შენ იცი იმის პრობლემები, უსმენ, იცი პრობლემები, შენ გადაჭრის გზებიც იცი და ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით გაკეთებული გვაქვს უკვე პრეზენტაცია, პოლიციის პრეზენტაცია ქონდა ძალიან კარგი სულ ცოტა ხნის წინ, როგორი უნდა იყოს პოლიცია და არა ისეთი, როგორიც ახლა ძალიან ბევრი სოციალური მიმართულებით მუშაობ პირადად მე. ზუსტად ვიცი რა ჭირდებათ პენსიონერებს, ზუსტად ვიცი, რომ პენსია არ უნდა მომატებულიყო 20 ლარით და უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი, რომ ღირსეულად იცხოვრონ ამ ადამიანებმა და მინიმუმ საჭმელი და წამალი არ ქონდეთ სანატრებელი. ზუსტად ვიცი მათ რა პრობლემები აქვთ ლიბერთი ბანკთან და აი მე რომ ვამბობ პატარ-პატარა პრობლემები უნდა მოუგვაროთ თქო დღეს ქართულ ოცნებას შეუძლია პენსიონერების აი ამ დიდი ძალიან დიდი პრობლემის მოგვარება ფაქტიურად ძარცვავს ლიბერთი ბანკი პენსიონერებს
ნაცია თურნავა შეუძლია ზუსტად ერთი ხელის მოსმით რო იყოს ქართული ოცნების ნება ამ პრობლემის მოგვარება. იმიტომ რომ მოტყუებით არის ეს სესხები გაფორმებული და მოგვარებადია ძალიან სწრაფად, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არ აკეთებენ იმიტომ რომ დაახლოებით 23 მილიონი შედის თვეში მოტყუებული პენსიონერებისგან. მიუხედავად ამისა, მე რომ წერენ პენსიონერები, მე არ მეზარება, ვუმზადებ მათ განცხადებას, ჩემი გუნდის დახმარებით, ჩემი თანაშემწის დახმარებით, ვუმზადებ განცხადებას, ვუგზავნი, ვისაც არ შეუძლია ბანკში მარტო მისვლა, მიუყვები, შემთხვევა მქონდა ბოლოს წნორში, საერთოდ არ უხდიდნენ პენსიონერს, პენსიას, ეს არის კანონდარღვევა და ჩემი ჩასვლის შემდეგ ამ ადამიანს აღუდგინეს რა იყო არგუმენტი, რომ არ უხდიდნენ? არანაირ არგუმენტზე თავს არ იწუხებენ. არანაირ არ გეუბნებიან, რომ აი ამის გამო ვქენით, იმიტომ რომ ვერ იტყვიან ვერაფერს. კანონში პირდაპირ წერია, რომ 50%-ზე მეტის დაკავების უფლება არავის არ აქვს. და აი დღესაც ჩემი თანაშემწე წასულია გორში, ხვალდილით უნდა შეხვდეს ორ პენსიონერს, მარტო ხელები არიან და არც ერთს არ შეუძლია გადაადგილება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ეს ადამიანი მათ დაუწერს განცხადებებს და დაეხმარება ყველანაირად მათი ახლობლების ჩართულობით, რომ როგორღაც მიიყვანოს ბანკში და უკვე იქ ადგილზე გაურკვიოს ეს პრობლემები. აი ამას ვამბობ, ძალიან დიდი რესურსი ჭირდება ამას აქვე აღნიშნავ, ადამიანური, მაგრამ ძლიერი საქართველო ლელო, აი ამ რესურსს, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ჩვენ მხოლოდ კი არ ვაძაგებთ და ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას სამართლიანად. არა, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოუვაროთ ამ ქვეყანას და რა ჭირდება ამ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პირველ რიგში. კი ბატონო, თუმცა გამოსავალს აი ესე ვთქვათ, ცვლილებების გზად რას თავაზობთ მოქალაქეებს, რომლებსაც ხვდებით, აი თუნდაც რეგიონებში? მე ვფიქრობ, რომ ისეთ კრიზისში შედის ჩვენი ქვეყანა, რომ თავად მოქალაქეები დაინახებენ და გააცნობიერებენ, რომ ეს არის კრიზისი და ქართულ ოცნებას ვფიქრობ მოუწევს ამ კრიზისის აღიარება და ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთადერთი არის სამართლიანი არჩევნები. და ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ იმ რეგიონებში, რომ დავდივართ, უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ ხალხს, რომ ალბათ თქვენ შეხვედრი ხართ ადამიანს, ვისაც უთქვამს, რომ იცი რა, მე არჩევნებზე არ დავდივარ. აი ამ ნაწილს, ეს არის კრიტიკულად დიდი ნაწილი. უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ თუ არჩევნებზე არ დადიხართ, შემდეგ როდესაც რაღაც არ მოგეწონებათ, უბრალოდ მორალურ უფლებას აღარ იტოვებ, რომ ეს გააკრიტიკო, იმიტომ რომ როდესაც შენ შეგეძლო ქვეყნის გადარჩენა და როდესაც შეგეძლო პასუხისმგებლიანი ძალა მოქალაქეს ქაუტოკეთი ეუბნებიან, რომ ხან არჩევნებს აზრი არ აქვს. ხო, მაშინ არაფერი არ გააკეთეს. ეუბნებიან, რომ მაინც გააყალბებს ბიძინა ივანიშვილი და იმას დაწერს, რაც უნდა. ხან პირიქით არწმუნებენ, რომ იცით რა, აი ვერაფერს ვერ გააყალბებს, იზეიმებენ გამარჯვებას და მეორე დღეს საერთოდ სხვა რეალობაში იღვიძებს. აი მოქალაქესაც არ ვიცი, ხო უნდა გავუგოთ არა? იცი რა, თუნდაც მაშინ, როდესაც გააყალბეს არჩევნები, 2024-ის არჩევნებს გულისხმობ, მაშინაც არ იყო ძალიან დიდი მოქალაქეების აქტიურობა, ხო, რომ ყოფილიყო რეალურად ის აქტიურობა, რაც საჭირო იყო ხელისუფლების ცვლილებისთვის, ვერ იზამდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ თვითონ გაყალბებასაც აქვს თავისი ლიმიტი, 100%-ს და 50%-ს ვერ აყალბებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება, საკუთარ თავზეც აიღონ პასუხისმგებლობა და თვითონ რაც ევალებათ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და უნდა მივიდნენ ამ საარჩევნო ურნასთან. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე მოთხოვნებში ხშირად ვიმეოროთ ეს, რომ არჩევნებია გამოსავალი, იმიტომ რომ მოუწიოს ქართულ ოცნებას არჩევნების ჩანიშვნა. ეხლა თუ იქნება 2028-ში არჩევნები, აი ამ არჩევნებისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ ძალიან კარგად მომზადებული და უნდა ვიყოთ ჩასული თითოეულ რეგიონში, თითოეულ მოქალაქესთან. უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არის გამოსავალი. სხვა გამოსავალი არ გვაქვს უბრალოდ დარჩენილი, იმიტომ რომ ხედავთ რა ხდება. ხო, ხედავთ, რომ აი მაგალითად ქართულ ოცნებას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და ძალაუფლება. აი ეხლა მიმდინარე პროცესია, ამ დოქებს რიყეზე შლიან და იქ ისევ გავიგეთ, რომ კორპუსები უნდა ააშენონ. ანუ რისთვის აკეთებენ ამას? საერთოდ მოშლილია ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობის იდეა, ესეც უნდა ითქვას რა. აი ვის კითხეს, თქვენ გკითხეს, მე მკითხეს, მოქალაქეებს კითხეს, რომ რა ერჩივნათ.
ანუ იქნებ ჩვენ, ვინც ცხოვრობთ თბილისში, ძალიან მოგწონს და გვირჩევნია რაღაცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი გაკეთდეს, მით უმეტეს რომ საკუთარი დათვლითვე, აი რომ შეხვიდეთ მერიის საიტზე, ნახავთ ინფორმაციას 10,000-ზე მეტი ავარიული შენობაა თბილისში. მათ შორის ისეთებიც, სადაც ხალხი ცხოვრობს და დღითი დღე უფრო და უფრო ეშინია, რომ საკუთარი სახლი თავზე არ დაინგრეს. ნახეთ პარაპეტის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის სადგურის მოედანზე. იგივე სადგურის მოედანზე მე ვიდეოც მაქვს გადაღებული. ერთი კორპუსია, რომელიც ნახევარი კორპუსი შემოღობეს, იმიტომ რომ საშიშროება არისო, ჩამოვარდნისო. ნახევარი კორპუსი ისეა დატოვებული. ქვეშ არის აფთიაქები, ავერსის, ნიკორაც. შედის და გამოდის აქ ეს ადამიანები შედიან, გამოდიან. და არავინ არ არის იმაზე პასუხისმგებელი. აგე კახაკალაძე მისიც კითხვა, რომ მეო საკუთარ შვილზე ვერ ვაგებო პასუხსო და ეხლა მერის თანამშრომლებზე მით უმეტესო. ხომ ხედავთ, არავინ არ არის პასუხისმგებელი გულგრილობაზე, ცუდად შესრულებულ სამუშაოზე და შესაბამისად ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ და ამიტომ აი ცოტა სხვანაირად უნდა დაინახოს ხალხმა ეს ყველაფერი უნდა დაინახოს, რომ ის ამ დოქებსაც იმიტომ კი არ შლიან, რომ ვინმე ამ ქალაქის იერსახეზე ზრუნავს, არა, შლიან იმიტომ, რომ ისევ უფრო მეტი მილიონი წაიღონ სახლში და უფრო მეტად გააძლიერონ ის თავისი მიმართულებები, რასაც აი ხედავთ კრიმინალი და ადამიანები გვეყუბება სამწუხაროდ ყოველდღიურად. კი ბატონო, მადლობა.